მინდა გითხრათ. ხმა მივაწვდინო ჩვენს ეგრეთ წოდებულ მთავრობას. ყოველ შემთხვევაში ძალოსნების მთავრობას, რომ არ არის სახუმარო, რაც ხდება. სიამაღლობელი არის უკიდურესად მძიმედ, ცუდად და ვიზამთ ისე, რომ სავალალოდ გახდეს ეს მისთვისაც, ქვეყნისთვისაც, თქვენთვისაც, თქვენი კარმისთვისაც და თქვენი მომავალი თაობისთვისაც. ვიზამთ ამას. ორი 2025 წელს ამ ქვეყანაში არის აჩქარებული კარმის ენერგია, კარმა მუშაობს და დაფიქრდით ამაზე. კარმა ყოველთვის მუშაობს, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ არა უშავს ამ ცხოვრებაში შემრჩება. აი მე რო დავიბადები, ღმერთმა იცის, არ თუ დავიბადები, არ დავიბადები, რა იქნება, არ მაინტერესებს. ახლა ხო ვიქნები კარგად. ნუ რას უკაცრავად. აი ეხლავე რამდენიმე თვეში ჩვენ ყველა ვნახავთ, როგორ მოგეზღვევათ. ამოდის ძალიან ცუდი ინფორმაცია, სავალალო. ერთ-ერთი პოლიტიკაში არსებული პირის. კერძოდ ავტომობილს ვხედავ. აცილება ამ ყველაფრის შეუძლია ჯერ კიდე თუ მოუხმობს გონებას და არ მიყვება იმ ინერციას. იმიტომ რომ გაწირავენ ამ ადამიანს და ყველა მოუხმოს გონებას და ინერციას. ინერციას ნუ მიყვება. ძალიან მკაცრი ღვთისამართლალი იქნება, რასაც ვერ განსჭირს ადამიანი, განსჭირს უფალი. ძალიან ძლიერი სამსჯავრო იქნება. ეს მოხდება წელს 2025 წელს. ადამიანს შეუწყობენ ხელს, რომ წავიდეს, გაიქცეს. ძალიან ძიმე მომავალი უჩანს ამ ადამიანს. სულიერი, მორალური, ყველანაირი. სიბრძნის ენერგია მოდის. ახალგაზრდული სიბრძნის ენერგია, რომელიც ავსია სიყვარულით და რწმენით. აი ეს რწმენას უსვავ ხაზს. ძალიან დიდ ვარდნას ვხედავ ზენიტიდან, მწვერვალებიდან. ყველა არ არის მზად ამისთვის. ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ არ ღირს არაფერი, რომ ეს მსხვერპლი დადგეს, ეს ტრაგედია დადგეს, გაუფრთხილდით ადამიანის სიცოცხლეს,
არავისთვის არ იქნება ეს კარგი დამიჯერეთ. თქვენ რო გონიათ რომ ვინმე დაშინდება, ვინმე უარესი მოხდება, გაითვალისწინეთ ეს. დიდი, ძალიან დიდი ენერგია, ძალიან ბრძენია ეს ენერგია. არ მოგატყუთ იმან, რომ რახან ახალგაზრდული არ ახან ახალ თაობაში არის, რომ მათ არ იყოფათ ან გამოცდილება, არ იყოფათ ხო, ცხადი არ აქვთ გამოცდილება, მაგრამ არ მოგატყუთ ამან, რომ არა აქვთ გამოცდილება. ამათ ისეთი შინაგანი ძალა, ენერგია აქვთ და საოცარი რწმენა ხალხო, მე გაუგნებული ვარ, ამხელა რწმენა აქვთ ამათ. ეს ადამიანები მოიტანენ ახალ სიცოცხლეს. აფრწყინებენ ქვეყანას, გასცემენ და მიიღებენ და დაასრულებენ სიბოროტეს, მანქურთობას, დაასრულებენ ცინიზმს, დაასრულებენ პოზას, რომ არ გვესმის, არ გხედავ, არ გელაპარაკებით, ყველაფერ მავნებობას დაასრულებენ ესენი. ერთდროულად იქნება დიდი ზეიმი და ერთდროულად იქნება ძალიან დიდი გლოვა. ტრიუმფი, რასაც ვამბობ, რომელიც აღსრულდება, თუმცა აღარავინ არ წარმოიდგება ამ ტრიუმფს და აღსრულდება იმის თავს, ვინც საერთოდ არ ელოდება. ვინცაც გონია, რომ ძალიან დაცულია, მის ფრთის ქვეშ არის, მის თავზე აღსრულდება ეს ტრიუმფი. აღარავინ არ წარმოიდგება ამას. ასე რომ ვისაც გონიათ, რომ ხართ დაცულები, ხართ გამაგრებულები და მფარველობის ქვეშ ყველაზე დაუცველი თქვენ ხართ. დაელოდეთ ამ წლის მარტის თვეს. თავისუფლება მზია მაღლა.